აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადაეცათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოქში მდებარე ახალი სახლი აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. ჭოლარიების ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მიმდინარე წლის 5 იანვარს მოხდა. დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყველა უწყება ჩართული იყო ამ პროცესებში. ჯანდაცვის სამინისტროც თავმჯდომარედ ახორციელებდა მინისტრის კონტროლის ქვეშ ყველა ვითარებას, რომ ეს პროცესები მისულიყო ბოლომდე. აფხაზეთის მთავრობა თავისთავად ცხადია, საიდანაც განხორციელდა ეს პირველი ნაბიჯების გადადგმა და მათ გვერდში დგომა სასიცოცხლოდ საჭიროა დღეს ყველას გვერდში დგომა. Მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდა ოჯახის მიმართ თანადგომა და ყურადღება. მომხდარი არა მხოლოდ მათი ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტრაგედია არის. გვახსოვს ჩვენ კარგად თუ როგორ გაგვაერთიანა ჩვენს აფხაზ და-ძმებთან ამ მომხდარმა და დღევანდელი დღეც ერთგვარი გაგრძელება არის ამ ერთობის.